იღუმენი ნიკონი, მწუხარებები, ძვირფასო დედავო ვალენტინა და ყველა დებო. მშვიდობა და კურთხევა თქვენ და ვიცი, რომ მწუხარებაში ხარ და სულმოკლეობას ეძლევით. საქმეებმა უნდა დაგანახოთ, რომ ჩვენში ჯერ კიდევ ძალიან სუსტია რწმენა და უფლის იმედი. ამის მიუხედავად, რომ იგი გვარწმუნებს, წუთითაც კი არ მიატოვებს მისდამი მორწმუნეებს შეწევნისა და მფარველობის გარეშე და რომ იგია გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება და ყოველს, ვინც მას სარწმუნოებით, ცნებების შესრულებით და სინანულით შეურგდება, კი არ განაგდებს, პირიქით შეიწყნარებს და განუსვენებს, როგორც ავას აქვს მეზვერეს, უძღებ შვილს და ასე შემდეგ. რატომ არ ვენდობით მას, ჭეშმარიტებას? სულ მუდამ ვხიზლობდეთ და მოუხმოთ ღვთის სახელს, რათა მან სლიოს ჩვენს მტრებს, განამტკიცოს ჩვენი რწმენა, უფლისადმი საზღვრება და თანდათან მიგვიძღვეს ღვთისა და მოყვასის სიყვარულამდე, სასუფეველიცათაი იძულების. გვეუბნება მათე მოციქული, ანუ მისი მიტაცება საკუთარი თავის მუდმივი იძულებით არის შესაძლებელი. სხვაგვარად, რომ თქვათ, რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უარყან თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და მოვდევდინ მე. კიდევ სხვაგვარად, რომ თქვათ, წარიწყვიტე სული თვისი ჩემთვის და ასევე მრავლითა ჭირითა ჯერარს ჩვენ და შესვლაი სასუფეველსა ღვთისასა და სხვა. ამგვარად დროა გამოიღვიძონ მძინარეებმა და ღმერთისთვის შრომა შეუდგნენ. მშვიდობა და სიწმინდე გქონდეთ ურთიერთთან, მათ გარეშე ვერ შეხვალთ ღვთის სასუფეველში, ვერც აქ, ვერც მომავალ ცხოვრებაში. შოშია და თავის ბუდეში იჯდეს და ნუიფრენს, როგორც ყორანი კიდობნიდან. 1951 წლის ოქტომბერი.